26 ივლისიდან თბილისი უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქს 50 ქვეყნის 4000 ახალგაზრდა სპორტსმენი ესტუმრა. დიდი სპორტული დღესასწაულის მაუწყებელი საბერძნეთში ანთებული ოლიმპიური ცეცხლი 26 მაისს უკვე საქართველოში იყო. მასაკეთ ოლიმპიურმა ცეცხლმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიარა. 17 ივლისს კი თბილისში შემოვიდა და ბინა ოლიმპიურ სოფელში დაიდო. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის ფარგლებში თბილისის ზღვაზე ოლიმპიური სოფელიც გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათლეტების სოფლის მერად ცნობილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი წარადგინა და საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ოლიმპიური სოფლის გახსნაზე პრემიერმა დევნილებისთვის კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ 8 კორპუსის საცხოვრებლად დევნილებს გადაეცემათ. მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ფესტივალის დასრულებისთანავე ჩვენ ამ არაჩვეულებრივ კომპლექს ოლიმპიურ სოფელს საჩუქრად გადავსვენთ ჩვენს დევნილებს. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში თბილისი 2015 აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებიც მონაწილეობენ. საერთაშორისო სპორტული ღონისძიების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ფესტივალის მონაწილე დევნილ სპორტსმენებს შეხვდნენ. ახალგაზრდულ ოლიმპიადაში სულ 7 დევნილი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. მათგან 4 დიანა ზოლოტუხინა, საბა სოსელია, მარი ჩაკაბერია და დათო ლუკავა ძლეოსნობის კატეგორიაში იასპარეზებენ. თათია გადელია ხელბურთში, ანა მაკაცარია ჩოგბურთში, ოთარ პერტაია კი კალათბურთის შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. მესამეჯერ გამოვიდე ევროპის ჩემპიონატზე, ოღონდ წინა ჩემპიონატები იყო მესამე ლიგის. ახლა მომიწევს უფრო მეტი მომზადება, უფრო მეტი ყურადღებით უნდა გამოვიდე და ცოტა სკრინერული, მაგრამ ყველანაირად შევეცდები, კარგად გამოვიდე. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ყველა ბავშვისთვის და რა ვიცი, ყველანი შევეცდებით, რომ ალბათ თვითონაც მე პირადად შევეცდები, რომ წარმატებას მივაღწიო ამ ფესტივალზე. ვაჩვენებთ კარგ შედეგს, ვაჩვენებთ ბრძოლას მოედანზე. ჩვენთვის ეს ოლიმპიადაზე გამოსვლა დიდი სტიმულია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. ამაღელვებელი იყო, რომ შევხვდით ახალგაზრდებს, ძალიან მოტივირებულ ახალგაზრდებს, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ ჩემპიონებს არა მხოლოდ ამ ფესტივალზე, არამედ მრავალგზის ასახელებენ ისინი ჩვენ ქვეყანას და გააგრძელებენ იმ ღირსეულ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანას აქვს და რომლებიც აფხაზეთის მკვიდრებს აქვს, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ქართველი ოლიმპიელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სანაევი სწორედ ამ კუთხის შვილი იყო, ვიქტორ ვიტალი დარასელი, ამ კუთხის შვილი იყო და არის ლუკა კურტანიძე, თავისუფალი საქართველოს პირველი ოლიმპიელი, ასე რომ პირველი ოლიმპიური მედალოსანი, ასე რომ დარწმუნებული ვარ ამ გზას გააგრძელებენ. ვარ დარწმუნებული, ეს 7 ახალგაზრდა, რომელიც აფხაზეთიდან არის დევნილი, ღირსეულად წარმოადგენენ საქართველოს ამ ოლიმპიურ ფესტივალზე და ჩვენ ვიამაყებთ მათი სახელებით. ესენი არიან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები. ამ დევნილობაში მოგეხსენებათ, მაინც შეძლეს იმდენი ძალა მოიკრიბეს, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ ამ ფესტივალში მიიღოთ მონაწილეობა.